მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანია არ ჩამიწერია ვიდეო. პირველ რიგში ვიდეოს ჩაწერას დავიწყებ თქვენს მიმართ მადლიერების გამოხატვით, ჩემი არხის გამოწერისათვის, პოზიტიური კომენტარებისათვის, თითოეული ლაიქისათვის და იმ პოზიტიური ენერგიებისათვის, რომელსაც ვატრიალებთ ჩემს არხზე. უღრმესი მადლობა. აქვე მინდა გთხოვოთ არხის სტუმრებო. დამაყურებლებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დამილაიქეთ ვიდეოები და დამიწერეთ კომენტარები სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა კი იქნება ვინ და რა მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. საინტერესოა. არაფერზე არ კონცენტრირდეთ, ვნახოთ ნაკადში რა ინფორმაცია წამოვა. ვინ მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში? ვინ არის ის ადამიანი? ვინც მოიჩქარის ჩემი მაყურებლების ცხოვრებაში? როგორია? ვინ არის? ვაუ, თქვენს ცხოვრებაში მოიჩქარის მეგობრებო, ცეცხლოვანი, ტემპერამენტიანი, ვნებიანი მამაკაცი, რომელსაც ძალიან უყვარს მუშაობა, ძალიან უყვარს შრომა, ესე ვთქვათ. შესაძლებელია დღე-დღამე ჩართული იყოს და მთლიანად იყოს გადართული თავის საქმიანობაში. ადამიანი, რომელსაც უყვარს ზეიმი, დროს ტარება, მოლხენა, ადამიანი ტკევნეული წარსულით რაღაც ნგრევა მოხდა მის ცხოვრებაში, რომელმაც გამოიწვია მისი ესე ვთქვათ შინაგანი ნგრევებიც და ადამიანი, რომელიც პირდაპირ სამყარო გიგზავნით, ესე ვთქვათ, ამ ადამიანს თქვენ მოსიყვარულე, მოალერსე, მეოჯახეც, შრომელი, გართობის მოყვარული, რაღაც მხიარულების, მოლხენის მოყვარული ადამიანი. მაინტერესებს ეს ნგრევა თქვენ გიკავშირდებათ თუ არა? ახალ პიროვნებაზე საუბარი თუ პიროვნებაზე წარსულიდან. მეგობრებო, ეს არის ადამიანი, რომლის მიმართ თქვენ გქონდათ გრძნობები, რომელიც ურთიერთობიდან წავიდა თითქოს გამარჯვებული, მაგრამ სამწუხაროდ ტაში არავის არ დაუკრია მისი ამ საქციელის გამო. ამ ტრიუმფს და გამარჯვებას თქვენზე თავის თავში აღნიშნავდა და ბოლოს მიხვდა, რომ რა დაანგრია, რა ტკივილი მოგიტანათ და რა ტკივილი მოუტანა თავის თავს. როგორ თქვა, უარი სამყაროს შემოთავაზებაზე და ამ წუთას როგორი მიუწვდომელი გახდით მისთვის. კიდე როგორია ეს ადამიანი? რაღაც ლიდერული თვისებების მატარებელი ადამიანი არის, რომელმაც გამოიარა რთული სასიყვარულო ურთიერთობა, მოყვება წარსულის ტრამვები, მაგრამ მოდის მეგობრებო თქვენთან, რომ თქვენი ურთიერთობა ახლებურად დაიწყოს. მოაქვთ წმინდა გრძნობები, წმინდა სიყვარული, ზრუნვა, ურთიერთგაგება, პატივისცემა. თანადგომა. მოდის გრძნობებით მეგობრებო. წარსულში რაღაც შიშები ქონდა, რაღაც გაურკვევლობა, რაღაც გაორება, ვერ იღებდა გადაწყვეტილებას, მოაქვს გრძნობები.
ეს არის სიყვარულის სავსე თასი. მაგრამ რთულია ამ ნაბიჯის გადმოდგმა მისთვის. ძალიან მძიმეა, ძალიან რთულია. მოდის თავისი სიმძიმეებით მიუხედავად იმისა, რომ თქვენს მიმართ ბრძანებები აქვს. ეხლა მაინტერესებს რა მოიჩქარის. ახალი ადამიანი მოიჩქარის, მეგობრებო. გრძნობებით, ანუ კითხვა იყო რა მოიჩქარის, გრძნობა მოიჩქარის. იმპერატორი ადამიანი მოიჩქარის, რომელიც ადამიანი წარსულიდან რომ ყავთ, იმ ადამიანზე მაღლა დგას სტატუსითაც, მდგომარეობითაც, განვლილი ცხოვრებითაც, ყველა მიმართულებით. ადამიანი, რომელიც არის ძალაუფლების მოყვარული, მასაც აქვს გარკვეული ტკივილები წარსულში. პირდაპირ მოიჩქარის თქვენთან, რათა შემოგთავაზოთ სერიოზული ურთიერთობა. ადამიანი, რომელიც შეიძლება განქორწინებაში იყო ვინმესთან არის. ადამიანი, რომელიც შეიძლება სასამართლო უწყებაში მუშაობდეს, ძალიან სამართლიანი ღირსეული ადამიანი, ან უფლებადამცველი იყოს. მოკლედ, მაღალი ღირსების მქონე ადამიანი მოიჩქარის. თავისი გრძნობით. მოდის კვერთხების მეფე და მოდის ასევე დიდი გრძნობა და სერიოზული ურთიერთობის შემოთავაზება. ამ ადამიანთან გექნებათ მიჯაჭვულობა, ვნება, ძალიან დიდი და იგრძნობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი ადამიანია, შეგიძლიათ მისი მართვა მოთვინიერება. თქვენთან იქნება თვინიერი ძალიან. მორჩილი და თვინიერი. და ამაში არ გულისხმობ იმას, რომ თავს დაიმცირებს და რაღაცა ესეთი მსგავსი არაფერი არ ახასიათებს იმპერატორ ადამიანს პირიქით, იცის საკუთარი თავის ფასი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აქვს დიდი ენერგია, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, თქვენ ფლობთ რაღაც ქალურ ძალას იმნაირს, რომ რაღაცნაირად მის მოთვინიერებას შეძლებთ კარგი გაგებით, მის დამორჩილებას კარგი გაგებით და არა გამოყენების მიზნით. ან თვითონ მოგცემთ ამის უფლებას. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მეგობრებო.